მოგესალმებით, თქვენ უყურებთ STAS TV-ს და გადაცემას მედიცინის ანატომია და მაქვს პატივი წარმოგიგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი, ექიმი რადიაციული ონკოლოგი ქალბატონი სალომე ესაკია. მოგესალმებით ქალბატონო სალომე. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ მოხვედით ჩვენს გადაცემაში სტუმრად და პირველ ეტაპზე სურს რაღაც დეფინიციები შემოვიტანოთ ზოგადად იმისათვის, რომ უფრო გასაგები გახდეს მაყურებლისათვის, რას წარმოადგენს რადიაციული ონკოლოგია როგორც სამედიცინო დისციპლინა, რა დაავადებებს მკურნალობენ ექიმი რადიაციული ონკოლოგები და მოკლე ისტორიული ექსკურსიც რომ გავაკეთოთ რაღაცნაირად, როდის ჩაეყარა საფუძველი მედიცინის ამ დარგს და მკურნალობის ამ მეთოდს. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა პირიქით მოწვევისთვის. რაც შეეხება დისციპლინას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ონკოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას, შეისწავლის რა თქმა უნდა ონკოლოგიურ დაავადებებს და ასევე წარმოადგენს მომიჯნავეს ფიზიკასა და ბიოლოგიასთანაც. რაც შეეხება ისტორიულ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიწყო რენტგენის სხივების აღმოჩენით, შემდეგ იყო უკვე ბეკერელის მიერ რადიოაქტიურობის აღმოჩენა და ბოლოს უკვე მარია კიურიეს მიერ რადიუმის და პოლონიუმის აღმოჩენა, ასე ვთქვათ, რომელშიც მან ნობელის პრემიაც მიიღო და აქედან დაიწყო, ასე ვთქვათ, ისტერია ამ რადიოაქტიური ნივთიერებების და გამოსხივების მიმართ. თავიდან იყო, რა თქმა უნდა, მხოლოდ რენტგენის სხივების აპარატები, რომელიც ორთოვოლტაჟური იყო და ზედაპირზე არსებული წარმონაქმნების დასხივება შეიძლებოდა. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, უფრო დაიხვეწა ეს ყველაფერი. რენტგენის სხივების აღმოჩენიდან მალევე იქნა გამოყენებული უშუალოდ თერაპიაშიც. თავიდან ბევრ სხვადასხვა ნოზოლოგიაზე იქნა გამოყენებული, ბოლოს უკვე იქნა ონკოლოგიაშიც გამოყენებული, თავიდან როგორც პალიატიური მკურნალობისთვის ისე გამოიყენებოდა, შემდეგ ამ პალიატიური მკურნალობის დროს აღმოაჩინეს, რომ შეიძლება ასევე იქნას გამოყენებული როგორც რადიკალური მკურნალობის სახით და სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებთან ერთად კომბინაციაში. რენტგენის სხივების აპარატების შემდეგ იქნა რადიუმის აღმოჩენის შემდეგ გამა-გამოსხივება, მერე უკვე იყო თვითონ კობალტის აპარატი, რომელიც ასევე გამა-გამოსხივებით არის და აქვს თავისი ნახევრად დაშლის პერიოდი და 5 წლის შემდეგ აუცილებელია წყაროს გამოცვლა და კობალტის აპარატის შემდეგ იქნა უკვე ხაზოვანი ამაჩქარებლები შექმნილი, რომელიც პირველად ლონდონში იქნა კლინიკაში დამონტაჟებული, ასე ვთქვათ, ეს იყო 1953 წელი. აქედან დაიწყო უკვე ხაზოვანი ამაჩქარებლების ერა და დღესდღეობით უკვე ძალიან დახვეწილ აპარატურასთან გვაქვს საქმე. ხო? ხაზოვანი ამაჩქარებლები კი ბატონო. გასაგებია. ზოგადად რა ბიოლოგიურ და რა ბიოფიზიკურ მექანიზმებს ეფუძნება რადიოთერაპია ონკოლოგიაში კონკრეტულად? მაიონიზირებელ გამოსხივებას გამოიყენებს, ასე ვთქვათ, რომლებიც წარმოქმნიან თავისუფალ რადიკალებს და ეს რადიკალები იწვევენ დასკვების დროს, ასე ვთქვათ, სიმსივნური უჯრედების დნმ-ის დაზიანებას და ეს დაზიანება შემდგომ უკვე, როდესაც ვერ სწორდება, ხდება ავტომატურად უჯრედების კulis რეჟიმის ჩართვა და ამ უჯრედების დახოცვა, ასე ვთქვათ. მექანიზმი ძირითადი ეს არის და აუცილებელია ამ რადიკალების წარმოქმნისთვის, რომ იყოს აუცილებლად ჟანგბადით სავსე არე. ჰიპოქსიის შემთხვევაში უფრო ნაკლებად არის ეფექტური სხიური თერაპია. ზოგადად რამდენად არის დღეს სხიური თერაპია საქართველოში განვითარებული და ნებისმიერი ნოზოლოგიის შემთხვევაში შეიძლება რომ პაციენტს შეეთავაზოს დაუშვათ სხიური თერაპიით მკურნალობა და თუ კი ეს ასე არ არის, ანუ ნებისმიერი ნოზოლოგიის შემთხვევაში თუ არ არის ეს თანაბრად ეფექტური, რაზეა ზოგადად მისი ეფექტურობა დამოკიდებული? საქართველოში დღესდღეობით სხიური თერაპიის საკმაოდ თანამედროვე აპარატურა არის ხელმისაწვდომი და ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი სახის სხიური თერაპიის ანუ მკურნალობის ჩატარება, რაც შეეხება ეფექტურობას, ანუ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად
რადიოსენსიტიურია თვითონ ეს სიმსივნე, მორფოლოგიას გააჩნია, რა თქმა უნდა, რომელი უჯრედული შენების არის და რაც უფრო სწრაფად მზარდი არის სიმსივნე, მით უფრო სენსიტიური არის სხიური თერაპიის მიმართ, იმიტომ რომ ანუ უფრო მეტი უჯრედი არის მიტოზურ პერიოდში და უფრო მეტად არის, ანუ სწრაფად არის შედეგი მიღებადი, ასე ვთქვათ, სხიური თერაპიის დროს და რაც უფრო ნელამზარდია და ნაკლებ აგრესიული სიმსივნეები, მით უფრო ნაკლებად არის სენსიტიური სხიური თერაპიის მიმართ. ზოგადად ყველაზე ხშირად რომელი გვერდითი ეფექტები აქვს ხოლმე სხიური თერაპიით მკურნალობას და რამდენად ეფექტურად შეიძლება ამ გვერდითი ეფექტების მართვა პაციენტებში, რომლებიც რადიოთერაპიით მკურნალობენ? გვერდითი ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რა არის სხივდება, ასე ვთქვათ, ყველა კონკრეტულ რეგიონს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები, თვითონ ინტენსივობა, ანუ გვერდითი ეფექტების გამოხატულობის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი არის წარმონაქმნი და დიდ მოცულობას და დიდ არეს ვასხივებთ. მართვა, რა თქმა უნდა, ეფექტურად შესაძლებელია, მაგრამ ამაში, რა თქმა უნდა, პაციენტიც უნდა დაგვეხმაროს, იმიტომ რომ ის დანიშნულება, რაც მათ ეძლევა, აუცილებლად უნდა იქნეს შესრულებული იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ გვერდითი მოვლენების ადეკვატური მართვა. გასაგებია და მაინტერესებს ზოგადად როგორ იგეგმება პაციენტის მკურნალობა, ვინ იღებს ამ დაგეგმვაში მონაწილეობას კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში და რას აკეთებს ამ დროს ექიმი რადიაციული ონკოლოგი? თვითონ პროცესი საკმაოდ საინტერესოა, ასე ვთქვათ. სამი ძირითადი რგოლი არის სხიური თერაპიისთვის, ეს არის რადიაციული ონკოლოგი, სამედიცინო ფიზიკოსი და სხიური თერაპიის ტექნიკოსი. სამივე რგოლს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველას თავისი მოვალეობა აქვს, რომელიც უნდა შეასრულონ. პირველ რიგში ხდება პაციენტის დაგეგმარება, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე. ძირითადად დაგეგმარება არის დღესდღეობით დამყარებული კომპიუტერულ ტომოგრაფიულ სიმულაციაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოხდეს ასევე პეტ-ზე დაფუძნებული დაგეგმარებაც და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზეც, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად მაინც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეა. ამ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე პაციენტი თავსდება სპეციალურ საიმობილიზაციო საშუალებებზე, რადგან მოხდეს მისი ისეთ პოზაში დაწვენა, რომ შემდეგ ყოველდღიურად იყოს მარტივი გამეორება ამ პოზიციის. ამ პოზიციით ხდება შემდგომ კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულებების გადაღება და ამ გამოსახულებებზე შემდგომ უკვე რადიაციული ონკოლოგის მიერ ხდება მონიშნა იმ სამიზნე მოცულობების, რაც არის ჩვენი ინტერესი და აგრეთვე ირგვლივ არსებული ორგანოების, რომელიც არის სხიური თერაპიის დროს საყურადღებო და გასათვალისწინებელი. რომ არ დასხივდეს. რომ არ დასხივდეს. შემდგომ უკვე გაიწერება, ანუ არსებობს სპეციალური რუკა პაციენტის, რომელზეც უკვე იწერება ანატომიური სტრუქტურების მიხედვით რა არე არის დასასხივებელი, რამდენი დოზით არის და რამდენ ფრაქციაში, ასევე ჩამოწერილია ის ორგანოები, რომელიც უნდა დავიცვათ და რა არის დოზა დასაშვები, რომელიც შეიძლება ამ ორგანოებზე ამ კონკრეტული სხიური თერაპიის დროს მოვიდეს, ასე ვთქვათ. და ეს მონაცემები უკვე გადადის ფიზიკოსის ხელში და ხდება უკვე თვითონ გეგმის გამზადება ფიზიკოსის მიერ. ფიზიკოსის სამუშაოს დასრულების შემდეგ უკვე ეს კონკრეტული გეგმა გადის ფანტომზე კონტროლს აპარატის ქვეშ, რამდენად შესრულებადია და რამდენად კარგი ხარისხის არის ეს გეგმა. და თუ მან ასე ვთქვათ ეს გამოცდა ჩააბარა აპარატზე, ამის შემდეგ უკვე ვიბარებთ პაციენტს და იწყება სხიური თერაპია. რომელსაც უკვე ტექნიკოსი ახორციელებს. რომელსაც უკვე ტექნიკოსი ახორციელებს უშუალოდ აპარატზე. ასევე ხდება ყოველდღიურად მონიტორინგი, ანუ სანამ პაციენტს ჩაუტარდება მკურნალობა, ხდება გამოსახულებების გადაღება, იმისთვის რომ აბსოლუტურად ვაკონტროლოთ მისი პოზიცია და ის არე, რასაც ვასხივებთ და ამის შემდეგ ხდება უკვე უშუალოდ სხივის გაშვება. ზოგადად რამდენად არის დაცული თვითონ ტექნიკოსი და სამედიცინო პერსონალი
როდესაც თვითონ ასე ვთქვათ ეს ბუნკერები მზადდება, რომელშიც არის აპარატები განთავსებული, არის სპეციალური მონაცემები, რა სისქის უნდა იყოს კედელი, რითი უნდა იყოს შელესილი, ასე ვთქვათ და ხდება მონიტორინგი, თანამშრომლებს აქვთ ყველას პერსონალური დოზიმეტრები, რომლის მეშვეობითაც ხდება კონტროლი იმ დოზის, რა დოზას ისინი იღებენ უშუალოდ მუშაობის დროს. რადიოთერაპიით მკურნალობა დღეს მხოლოდ მეტასტაზური ან გავრცელებული დაავადების შემთხვევაში ხდება თუ დაუშვათ პირველ სტადიაზე შეიძლება? დღესდღეობით იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა და ძალიან დაიხვეწა სხიური თერაპია და მისი ასე ვთქვათ ტექნიკა, დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ვიმატი, გვაქვს IMRT, ანუ ინტენსივობა მოდულირებული სხიური თერაპია, გვაქვს რადიოქირურგია, ბრაქითერაპია, ინტრაოპერაციული სხიური თერაპია, თვითონ დარგი გაიზარდა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. დღესდღეობით საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაში და გამოიყენება როგორც რადიკალური მკურნალობის დროს, ანუ როგორც პირველადი სტადიის დროსაც გამოიყენება და ასევე რა თქმა უნდა მეტასტაზური სიმსივნეების დროსაც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება მკურნალობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო საუბრისათვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ უყურებდით გადაცემას მედიცინის ანატომია და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ექიმი რადიაციული ონკოლოგი ქალბატონი სალომე ესაკია, რომელიც დღეს გვესაუბრებოდა რადიაციულ თერაპიაზე ონკოლოგიურ პაციენტებში. გმადლობთ.